თითოეულ ჯგუფს მოგიწევთ ერთობლივი პოსტერის შექმნა თემაზე, ჩვენი სკოლა და გარემო. დრო გაქვთ მხოლოდ 30 წუთი. ამიტომ საჭიროა გუნდური მუშაობა და ჯგუფში კოორდინირებულად შეთანხმება. შეძლებთ ხომ? თუ რამეა აქ ვარ. მოდით, ტექსტს მე დავწერთ, თქვენ კი პოსტერი გააფორმეთ. რატომ მაინც და მაინც შენ? ბარემ პირდაპირ ჩემი ტექსტი გამოვიყენოთ. მოდი მხოლოდ ერთს ნუ დავაკისრებ ტექსტზე მუშაობას. გავშალოთ საკითხი, ავიღოთ თითო ნაწილი და ბოლოს შევაჯეროთ. ყველას იდეასაც გავითვალისწინებთ და თან უფრო მრავალფეროვანით გამოვა. ნიკა, მართალი ხარ, თუ ყველა თავის აზრს შეიტანს, უკეთესი გამოვა. დრო ცოტა გვაქვს, ვერ მოვასწრებთ. თუ ტექსტის წერა გინდათ, კი ბატონო, მე შემიძლია დიზაინზე ვიმუშაო, მაგრამ უნდა ვიცოდე რას ვწერთ. კარგი, ტექსტს დავწერ ისე, რომ შენი იდეებიც გავითვალისწინო. ყველაზე მეტად მომეწონა, როგორ უსმენდით ერთმანეთს და ამ მოკლე დროში, როგორ მოახერხეთ შეთანხმება და თანამშრომლობა. ფიქრობ, როცა ერთმანეთს ვენდობით, საქმე უფრო მარტივად მიდის. თანამშრომლობა ნიშნავს არა დათმობას, არამედ საერთო შედეგს.